დევნილები კვლავ გამოწვევების წინაშე დგანან, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, პირველ რიგში განსახლების თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური მონაწილეობისა და ჩართულობის თვალსაზრისით. შეერაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წელი გავიდა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ დევნილი ოჯახების ნახევარი საცხოვრებლით ისევ არ არის დაკმაყოფილებული, დასავლობით ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში, კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, სადაც ძალიან მძიმე გარემოა. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ დევნილები სოციალურად და ეკონომიკურად ორმაგადმოწყვლადები არიან, სიღარიბის, უმუშევრობის მაჩვენებლები ამ თემში უფრო მაღალია, შესაბამისად დევნილებს არ აქვთ რეალური შესაძლებლობა, რომ უსახკარობის, ანუ სახლის საცხოვრებლის არქონის გამოწვევას საკუთარი რესურსებით უპასუხონ, რაც მათ სოციალური ნიჰილიზმის და სასოწარკვეთის მდგომარეობაში აგდებს. ცხადია, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს აქვს განსახლების გეგმები და გარკვეული პროცესები ამ მიმართულებით, ხო, თუმცა მთავარი პრობლემა განსახლების პოლიტიკაში არის ის, რომ ეს გეგმა არ არის სათანადოდ გამჭვირვალე, განჭვრეტადი და დევნილმა ოჯახებმა პრაქტიკულად არ იციან, როდის მოხდება კონკრეტულად მათი ოჯახის განსახლება და ისინი გადიან მუდმივი შემოწმების, გადავადებისა და რათა მოლოდინების გაცრუების პროცესს, რომელიც ძალიან მძიმე ფორმებს იღებს მე საბოლოოდ დევნილებისთვის, რათა იმათ უიმედობას ქმნის და მე ვხედავთ, რომ ეს უიმედობა და სოციალური სასოწარკვეთა ისეთი რადიკალური პროტესტის ფორმებს იღებს, რომელიც ზამირი კვაკოსკირის შემთხვევაში ვიხილეთ. საქართველოში განსახლების პროგრამა დაიწყო 2009 წელს, ანუ თითქმის 15 წლის შემდეგ, რაც კონფლიქტი თვითონ მოხდა და უკვე იყო ახალი თაობა წამოსული და პრაქტიკულად იზრდება რაოდენობა დევნილების, რომელიც არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ის პროგრამები, რომელიც იყო თავიდან არ აკმაყოფილებდა მინიმალურ პირობებს და ეხლაც ის პროგრამები, რომელიც არის, იმ ტემპებით თუ გაგრძელდება, კიდე დიდხანს მოიწევს დევნილებს ლოდენი და ძალიან ბევრი უკვე ეს თაობა, რომელიც თვითონ დაზარალდა კონფლიქტის დროს, ნელ-ნელა მიდის. მიუხედავად არაერთი საერთაშორისო ვალდებულებისა, მიუხედავად საერთაშორისო თუ კერძო ადგილობრივი აქტორის რეკომენდაციისა, მთავრობას არ მიუღია არანაირი ნაბიჯი იმისთვის, რომ საცხოვრისის პოლიტიკა ყოფილიყო ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ყოფილიყო ეფექტიანი, ერთიანი და ეზრუნა სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებზე. მათ შორის არიან იგივე დევნილებიც და მათ შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც იძულებით გადაადგილების გამო არ გახდნენ უსახლკაროები, არ ჭირდებათ საცხოვრისი, თუმცა მათ აქვთ უფლება, რომ სახელმწიფოსგან მინიმალური მხარდაჭერა მიიღონ. სამწუხაროდ ხვდებით ისეთ პოლიტიკას, რომელიც რაღაცნაირად ყოფს ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან და იმის ნაცვლად, რომ რაღაცნაირად ეფექტიანად უზრუნველყოს ამ ჯგუფების საცხოვრისით გარანტირება, ვხედავთ იმას, რომ ერთი მხრივ დევნილთა უზრუნველყოფა საცხოვრისით არის ძალიან გაწელილი, ფაქტობრივად 50% დაახლოებით ნახევარი არის უზრუნველყოფილი საცხოვრისით, ხოლო მეორე მხრივ სოციალური ეკონომიკური სხვა ჯგუფები, რომლებსაც სჭირდება საცხოვრებელი, ფაქტობრივად სახელმწიფოსგან სრულიად იგნორირებულები არიან და მხოლოდ მუნიციპალური ცალკეული პროგრამები ფრაგმენტულად პასუხობენ მათ საჭიროებებს. მთავარი არის ის, რომ ვთქვათ რაღაცნაირად ერთიანად სახელმწიფომ უზრუნველყოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და გაითვალისწინოს ამ ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებები, რომელიც მათ აქვთ უნიკალური გამოსწორებების შესაბამისად. თქმა უნდა, არ იყო პირობები იმისთვის, რომ ოჯახი იყო. არ იყო